და ბევრი თქვენგანი ვერც მიხვდებით თუ რაშია საქმე და რას უფრთხილდება, მაგრამ ზუსტად ისინი მიხვდებით და ზუსტად ისინი აღიქვამთ ამ ყველაფერს, ვინაც უნდა აღიქვათ. მაგრამ ზოგადად ქვეყანაში მოცემულ სიტუაციას რომ შევხედოთ, ყველაფერი სწორობაშია და დაახლოებით ალბათ 2-3 წლის წინ თუ 99%-ს არ გესმოდათ, რას ვამბობდი. ახლა უკვე 90%-ს არ გესმით, რას ვამბობ. ანუ 9%-ს გესმით, რას ვამბობ და ეს ძალიან დიდი და დიადი შედეგია. რადგან თავად მსოფლიო მოცემულობაში შუქისა და სიბნელის, ბუნებრიობისა და ხელოვნურობის ბალანსი აქ საუბარი მაქვს სიხშირეებზე, ხელოვნური სიხშირეებია გამოყოფილი სასულიეროში და შექმნილი. ხელოვნურ და ბუნებრივ სიხშირეებზე მაქვს საუბარი და ასევე ეგრეთ წოდებულ თეთრ ძალებსა და შავ ძალებს შორის ძალიან დიდი დისბალანსი გვაქვს. და აი გუშინ ვეუბნებოდი ზუსტად აბელს ამის შესახებ, რომ გვაქვს მოცემულობა 15% ამჟამინდელობის დედამიწაზე მატერიაში ჩამოყვანილი ენერგიები, იქნება ეს მუსიკით, ფილმებით, ჩვენი სიტყვებით, ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობით, ხალხთა ვიბრაციით. გახლავთ 15% შუქი, მხოლოდ და მხოლოდ. დანარჩენი 85% არის ნეგატივი. 85% არის ხელოვნური ნეგატივი, იგივე პროგრამა, იგივე ეგო, იგივე ხელოვნური არსი. მასონების, იგივე ილუმინატების, მსოფლიო დამპყრობლების თავარი გეგმა გახლავთ, რომ ეს 15% გამარჯვება თამუნა. როგორ ხართ და გამოგადგათ თუ არა თვითკურნების გეგმა მომწერეთ. თქვენს მესიჯებს ვეღარ ვკითხულობ და ამიტომ აქ გაგესაუბრებით ხოლმე, ვინც კი ვინმესთან მინდოდა ხოლმე მოკითხვა და გასაუბრება. მასონთა, მსოფლიო დამპყრობელთა, იგივე ილუმინატთა მთავარი გეგმა გახლავთ, რომ 15% შუქი ჩამოიყვანონ 7%-ზე, რომ მოახდინონ ახალი მსოფლიოს ხელში ჩაგდება. აქ საუბარია სასულიერო ხელში ჩაგდებაზე. და ყველა ის პირამიდა, რაც კი რამე შეგასწავლეს სკოლებში, თუ ფილოსოფიურ წიგნებში, თუ უნივერსიტეტებში, თუ რა ვიცი, გაგიგიათ ვინმესგან და რამესგან. გახლავთ ეგრეთ წოდებული, ამობრუნებული პირამიდა, რომელსაც თითქოს გიმყარებენ ფუნდამენტურად ფიზიკური ასპექტით. ანუ განახებენ, რომ პირამიდა ესეთია და გეუბნებიან, რომ ჯერ აუცილებლად მინა პირამიდა, ჯერ აუცილებლად გაამყარეთო მატერიაო, რომ სულზე მიგიწვდებოდეთ, მერე ამაღლდეთო. სინამდვილეში თვითონ და თავად ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს სასულიეროში გამარჯვების ძალა. და თუ გავიმარჯვებთ და თუ ვიმარჯვებთ სასულიეროზე, თუ სულიერად ძლიერები ვართ, თუ სულიერად გამარჯვებულები ვართ, თუ ენერგეტიკულად გამარჯვებულები ვართ, თუ ჩვენი ფოკუსი მომართულია სულზე და არა მატერიაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი
ჩელენჯერები ვართ, მათი მეტოქეები ვართ, მათი თანასწორები ვართ, ან მათზე მეტნი ვართ, როგორც ხალხი, როგორც მოცემულობა. მაგრამ იმიტომ, რომ თავიანთი პროგრამიდან, თავიანთი სკოლებიდან ამობრუნებულს ასწავლიან და აზიარებენ, მთლიანად ხალხის შიფტი, ხალხის ყურადღება მომართულია მატერიისკენ და ამასობაში თავად სასულიერო ომს იბრძვიან, რომ სასულიერო არსს, ჟღერადობას, ვიბრაციას, ელექტროობას, სულს, იმპულს დაეპატრონონ. სწორედ ასე და ამგვარად მათი მთავარი, გამარჯობათ, მათი მთავარი მიზანია, რომ 15% შუქი ჩამოაგდონ, 15% სინათლე და კეთილი ძალები ჩამოაგდონ 7%-მდე და შეინარჩუნონ ეს 7%, რათა ბალანსი და ჰარმონია შექმნან იმ სამყაროს ამაღლებასთან, სპირალიზებულ ამაღლებასთან, სადაც მატერიალური განზომილება ამაღლდა და ავიდა. ანუ, აქამდე 15% ყოფნიდათ, 15%-მდე ჩამოიყვანეს და ყოფნიდათ ამის შენარჩუნება, რომ ჯერ კიდევ სიბნელის მეფობა ყოფილიყო დედამიწას და ჩვენთან, მაგრამ ახლა უკვე იბრძვიან იმისკენ, რომ 7%-მდე ჩამოწიონ. გამარჯობათ ყველას. ღირმა, ლალი, მაყვალა, შორენა. ანუ დიდი ამბავია. ძალიან დიდი. და რა კავშირი აქვს ახლა ამ ყველაფერთან ილია მეორეს? ძალიან დიდი. ყველა ცნობილ სახეს, ყველა პატრიარქს, ყველა მთავრობის წარმომადგენელს, მაღალ, ვითომ მაღალ პოზიციებზე მყოფებზე მაქვს საუბარი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ხსენებას ამ ეპოქაში, რადგან ცდილობენ ზიპი. როგორ სახელი გაწერიათ, არ ვიცი, მაგრამ ხედავთ. და ახლა უკვე საქმე მიმდგარია მეშუქეთა ცნობიერების, მეშუქეთა არსის დამორჩილებაზე და ხელში ჩაგდებაზე და შემდეგ უკვე დიდი რელიქვიების, დიდი წარსულის რელიქვიების, დიადი რელიქვიების ხელში ჩაგდებაზე. რომელსაც ინახავს არა მხოლოდ ილია მეორე, არამედ რომის პაპი. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ინახავს ილია მეორე, პოსტსაბჭოეთიდან. საბჭოეთის წინამდებარე პერიოდში, როდესაც რუსეთი შემოესია ჩვენიანობას, მთელი რჯულის კანონი, მთელი წმინდა ნაწერები, ქვებზე ამოტვიფრული ყველაფერი აღგვილი გახდა, შეპყრობილი გახდა და ინახება მათ საცავებში. და ხალხს ეგრეთ წოდებული კოპიები დაგიდეს. რადგან იცოდნენ, მოვიდოდა დრო, ეს დრო. როდესაც დასჭირდებოდათ მათ ამ ძველი არტეფაქტების გაშიფრვა კი არა. ენერგეტიკულ ობიექტებად გამოყენება თავიანთ ტექნოლოგიებში. რათა დროის ხაზები ისე გაესწორებინათ და დროის ხაზები ისე გაასწორონ,
რომ ვერ გადავიდეთ ზუსტად ლალი ფილმებში როა, განზომილებებში ხტომაზე როა და დროის ხაზებში როა. მაგალითად Spider-Verse, სადაც ერთ დროში Spider-Man-ი ისეთია, რა ქვია, ერთ დროში ცოლია მოუკვდა, მეორე დროში ჯეინთან ერთად არის, მესამე დროში რაღაც გადახდა. აქ მეტაფიზიკურ და მაღალმეცნიერულ წვდომებზეა საუბარი. და ამასობაში უფალი ყავდათ შეპყრობილი, დაპყრობილი და უფალი ვინ არის? სად არის უფალი? ჩვენ ვართ, უფლიანები, უფლებებით სავსე ჩამომავლები საუფლო გენისა, თავად უმაღლესი გენისა, ღმერთები, ღმერთის შვილები, პირდაპირ, არა ირიბად. და ჩვენი ძილით, ჩვენი დადუმებით, ჩვენი დადუმებით. როგორ შეიძლება იყო მართლმა ადიდებელი, მართლა ადიდებდე უმაღლეს და სიმართლეს ვერ ამბობდე, არ ამბობდე, ან წერდე პირადში, რომ საოცარ რაღაცებს მწერთ ხოლმე და მიზიარებთ ხოლმე პირადში. ან საოცარი ადამიანები მწერთ ხოლმე და მიზიარებთ თქვენი დიადი არსით და ჩამომავლობით, წარმომავლობით. და მწერთ ხოლმე ძალიან გთხოვ არ დამსქრინო, ძალიან გთხოვ არ თქვა რომ მე გელაპარაკები, ძალიან გთხოვ რომ არ თქვა რომ ელემენტარულად ის არ შეგიძლიათ აღიაროთ, რომ ვიღაცა სამაიას ელაპარაკებით ონლაინში. ელემენტარულად ის არ შეგიძლიათ თქვათ, რომ ვიღაცა თქვენი თანამედროვე მე თითებზე რო ტატუები მაქვს, მე არ შეგიძლიათ ჩემზე თქვათ, რომ მე მისმენთ ან ჩემთან კონტაქტობთ. ან მე მიზიარებთ თქვენს ყველაზე ისეთ გულის ნადებს. და მე თქვენ ამბობთ, რომ მართლმადიდებლები ხართ და მართლა ადიდებთ უფალს. სიმართლეს ამბობთ, სიმართლეს იცავთ, სიმართლეს არ იცავთ. მაგა ვიცი რომ ხართ. და თქვენ თუ არ ძლიერი. მე შეიძლება აქეთ ერთი ვიყო და აქედან ვასხივებდე კვირა დღეს, მზის დღეს და აქედან გინათებდეთ სიმართლეს და შუქს. მაგრამ ნუ გონიათ რომ მე ვერ ვგრძნობ და ვერ გხედავთ რომ ხართ. და რაც უფრო იზრდება, ოღონდ ნამდვილი მიმღებლობა ძალიან გთხოვთ. არა ფარისეულური, არა იმიტომ რომ უი ხო ეს გოგო სწორს ამბობს, ხო და ახალი ის რა ქვია სექტა აგორდეს. ჯერ ის რა ქვია მართლმადიდებელთა სექტა გაქვთ ჩვეულებრივი, ყოველ კვირა დღეს წირვებზე დადიხართ და წირავთ საკუთარ დროს, საკუთარ ფულს, საკუთარ ენერგიას, საკუთარ, რა ვიცი, სულებს. პირდაპირ წირვა დაგიწერეს და მიდიხართ შესაწირად. და მე გეშინიათ ბალანსში მყოფი არსის, რომელიც აღარ იტანჯება, რომელიც ბუნებაშია, ბუნებას ებმება. დიდ ბალანს ემორჩილება კი არა იცავს და აღადგენს და მაგ ყველაფერს ეძახით მერე სექტას ხოლმე. რაც ძალიან რაღაცნაირია იქ ყველაფერი. სავალალო სამწუხარო. ხო და შეიძლება გულები არ გქონდეთ ცუდი და შეიძლება სწორს ფიქრობდეთ და სწორად
კი არა და ხო, სწორად გულისხმობდეთ. ნახე, მე ვიგულისხმე. გულისხმა გასაგებია, მაგრამ გულისხმას პირისხმა როდის უნდა აყვეს? პირისხმა გულისხმას არ უნდა ემთხვეოდეს? ანუ მატყუარები გამოდიხართ? ტყუილთ მადიდებლები გამოდიხართ? მაშინ ილოცეთ გულში და საერთოდ ნუღარ იტყვით ნურც ერთ ლოცვას ხმამაღლა. ან ნურც ერთ ნურაფერს ხმამაღლა მაგაცას. იმიტომ რომ ძალიან ძლიერ მოცემულობასთან გვაქვს ბმა და ჭიდილი მეშუქეებს. ძალიან არის გაძლიერებული ეგრეთ წოდებული სატანა, თქვენ რასაც ეძახით. ანუ მეცნიერება, ანუ გონება, ანუ ფორმულა, ანუ კოდი, ანუ პროგრამა. ძალიან ძლიერად არის გამჯდარი. იმდენად ძლიერად, რომ ნამდვილს და არანამდვილს ვეღარ არჩევთ ადამიანები ყოველდღიურობაში. სინამდვილეში თუ 1-2 წამით, 1-2 საათით გადმოდიხართ ბუნებაში, მერე უცბად მერე ისევ გისრუტავთ ხელოვნური არსი და აი მერე უკვე გეწყებათ რაღაცნაირი ის, რა ქვია, დანაკარგი. ოღონდ აუხქმელი დანაკარგი. აღქმის გარეშე კარგავთ, სად იყავი, სად აღმოჩნდი, რა მოხდა და იღლები. წაღან კარგად იყავი, მეორე წამს ცუდად ხარ. რამდენს ქონიათ ეგ? ეგ არის ზუსტად შიფტი ბუნებრიობიდან ტყუილში. და რისთვის იტყუებთ თავებს, დროა რომ გულისხმას მოусმინოთ. ეს ვიგულისხმე რო ამბობთ ხოლმე, აბა რა იგულისხმეთ თქვენს თავს მოусმინეთ, ვინ რითი იტყუებთ თავს. მაკა, ამას სისუსტე ქვია. მასეა და დაისუსტებ რა სხეულს, ავტომატურად დაგისუსტდება გონება. შენი გონება მიბმულია ტვინის ფუნქციაზე და გაგკვირდებათ და კუჭის ფუნქციაზე. პირველი ორგანო, პირველი ტვინი გახლავთ კუჭი, შემდეგ ტვინი. მეორე ტვინია, პირველი ტვინი კუჭი. ამიტომ ეგ სისუსტეები სწორედ წარმოშობილია ასევე პროგრამიდან, რომ ადამიანები სუსტები იყვნენ. რადგან სუსტი სამართავია. მაგრამ თან ჭირდებათ და უნდოდათ, აღარ ჭირდებით უკაცრავად სიმართლე პირდაპირ ვთქვათ. უნდოდათ და ჭირდებოდათ ადამიანები ახლა აღარ. ახლა დაუბრუნდეთ მის საიდუმლოს და რას ინახავს და რა ხდება. ინახავს ისეთ არტეფაქტებს, რომლებიც გამოყენებადია საჭირო დროს ელოდებიან ეგრეთ წოდებული მესიის დაბადებას ქალში მხოლოდ. თქვენ გატყუებენ, რომ ისევ მოვა იგივე ფორმით. ისევ მოვა ქრისტეს ფორმით, ისევ მოვა კაცის ფორმით. რადგან არ უნდათ თავის პოზიციების დათმობა. მაგრამ ფილმი მეხუთე ელემენტი, ვისაც გაქვთ ნანახ, ვისაც არ გაქვთ ნანახ, ხელახლა უყურეთ, ან ვისაც აღარ გახსოვთ უყურეთ. კიდევ ერთხელ ახალი თვალით. ეს გახლავთ სწორედ ის, რასაც ელოდებიან. ქალი მხსნელის დაბადებას ელოდებიან, ქალი მესიის, რომელსაც ძალიან დიდი ენერგეტიკული მოცემულობა აქვს და ძალიან დიდი მისია აქვს. და მერე უკვე
ჩართავენ და მერე უკვე დაიწყებენ თავიანთი გეგმების აღსრულებას და თითოეული ჩვენ წინაპრებისგან დატოვებული შელოცვა იქნება ეს. თუ რა იქნება, ამობრუნებული იქნება და მომართული იქნება იმისკენ, რომ ეს ქალი დაამარცხო. რაც შეეხება თავად მსოფლიო გადაწყობას. გეუბნებით ხოლმე, რომ მე-6 ან მე-8 გადაწყობა გაჩნია თქო. მე-8-ა თუ შიდა მცირე რაღაც შეცდომებს გავითვალისწინებთ და შიდა ორი პატარა მინიმალისტური გადაწყობა ქონდათ, ეს გადაწყობები ჩამოგითვალეთ, როგორც მახსოვს, არ მახსოვს ზუსტად რომელ ვიდეოში, მაგრამ ჩამოთვლილია. და ახლა გვაქვს ეგრეთ წოდებული მეორედ მოსვლა სინამდვილეში. მე-6 უდიადესი გადატვირთვა 6-ჯერ 26,000 რო გაამრავლოთ, დაახლოებით ამდენი ხნის არის მატერიალური განზომილება, იგივე დედამიწა. იგივე ეს ქვეარსი. სულ გვექნება სავარაუდოდ 12 გადატვირთვა და თითოეული გადატვირთვას მოაქვს რაღაც ახალი. ხელოვნურ განზომილებაშიც და ბუნებრივ განზომილებაშიც. თუმცა ხელოვნური შემქმნელები ცდილობენ, რომ ეს ბუნებრივი განზომილება რაღაცნაირად დაასაჭურისონ და მოირგონ და რაც შეიძლება დიდი გავლენა მოახდინონ ბუნებრივ განზომილებაზე. თუმცა იციან, რომ საუფლო ძალა იგივე, უდიადესი ძალა, მათზე ბევრად ძლიერია. აქედან გამომდინარე, აქა და იქ კი დაუბერავენ რაღაცებს, აქა და იქ კი გადაწვავენ ჰოლივუდს. აქა და იქ კი შეცვლიან ხელოვნურად რაღაც კატაკლიზმებით და რაღაცებით, რაღაც რუღაცებს, მაგრამ მთლიანობაში მაინც იციან, რომ თავად ვერ ეყოფიან სრულ არსს და აქედან გამომდინარე თან ეცეკვებიან ბუნების ნებას. მაგრამ აქ კიდევ შემოდის ახალი თამაშის წესი, ახალი პერსონაჟი, ესე რომ ვთქვათ, პერსონაჟები, ვარსკვლავთ სულები. არა, გადატვირთვა ნიშნავს სულ პოლუსების ცვლილებას. სადაც უდაბნოა წყალი წარმოიშვება, სადაც წყალია უდაბნო წარმოიშვება. აი ესეთ გადატვირთვაზეა საუბარი, პოლუსები იცვლება. და ეს პოლუსები ყოველთვის იცვლება, როგორ იცით? გრადუსული მოცემულობით. ანუ ესე კი არ არის, რომ თქვათ პირველ გადატვირთვაში იყო 0 გრადუსზე ჩრდილოეთის პოლუსი და მომდევნო გადატვირთვაზე სამხრეთის პოლუსია 0-ზე. არა, თან გრადუსული გადახრები აქვს ისე, რომ თაღი, რომელიც გარშემო გვაქვს კოსმოსის იგივე, სიტყვა კოსმოსი ძალიან ცუდი ის არის, რა ქვია, სიტყვა და მატყუარული სიტყვა, არაბუნებრივი ცოდნიდან, არამედ სამყაროს თაღი, სამყაროს ლუპა. ჩვენ თაღიდან ზევით რო ვიყურებით სამყაროს რო ავხედავთ, მთელი ვარსკვლავები, რაც კი რამე არის მიმოფანტული, აი ესეთი გრადუსული მოცემულობით იცვლის ყოველ გადატვირთვისას ჩრდილოეთის პოლუსი და სამხრეთის პოლუსი ერთმანეთთან ურთიერთცეკვას. რადგან ყოველ ჯერზე უნდა მოხდეს ახალ ეგრეთ წოდებულ ზოდიაქოს ნიშანში. სწორედ ასე, როცა სვეტიცხოველში გვაქვს ფრესკა, სადაც შუაში ქრისტეზის, ანუ ჩვენ საუფლო გენი ვზივართ შუაში და ზევით უყურებთ თაღს უკვე ციური ვარსკვლავებისა. და რას ნიშნავს ეს?
რომელ გრადუსზეც გადაიხრება ეს პოლუსები, იქაური სულები იბადებიან მატერიაში. იქაური ვარსკვლავებიდან ხდება მატერიალიზება ახალი წყობებისა, სიახლეებისა. და ახლა რო ამბობენ ხოლმე, რომ გვაქვსო ისო, რა ქვია, მერწყულის ერაო. და მერწყულის ერა ნიშნავსო რობოტებსო, ხელოვნურ ინტელექტსო. მერწყულის ერა ნიშნავს საოცარ ენერგეტიკულ იმპულსს, რასაც ახშობენ თავიანთი სერნებით, ცერნებით, თავიანთი ტექნოლოგიებით. თორე ტექნოლოგიები ძალიან დიდი ხანია უკვე რაც შექმნილი აქვთ, ისმის? ტექნოლოგიები ძალიან დიდი ხანია რაც შექმნილი აქვთ. მაგრამ სხვა რამეს გვიხშობენ. საოცარ ენერგიებს, საოცარ რაღაცებს გვიხშობენ, რასაც თითოეული ჩვენგანი სხეული მასპინძლობს უკვე კოსმოსიდან. ზოგსაც ვერ გვიხშობენ, გააჩნია ვის რას ვერჩევთ. და სწორედ ეს მინდა ბოლოს სიტყვაობად დაგიტოვოთ. ზოგადად ძალიან ბევრ რაღაცების ახსნა მინდა, ძალიან ბევრ რაღაცების მოყოლა მინდა და ერთ რაღაცასაც დავამატებ ამ ლაივს. ამ ლაივის ჩანაწერი მერე შეგიძლიათ არქივი გამოითხოვოთ, Facebook-საც გავაკეთე არქივების გვერდი. ბებიებო, ქალებო, მესმის რომ Telegram-ი არ იცით როგორ მოიხმაროთ და Telegram-ი მექნება TikToker-ებისთვის, რადგან ისინი Facebook-ზე არ კადრულობენ შემოსვლას. და თქვენთვის კიდე აქვე გავაკეთე ჯგუფი ყოველთვიურად ღირებული, ყოველკვირეულად ღირებული ან ყოველთვიურად ღირებული, თქვენთვის როგორც არის მისაღები. და ამ ჩატში დასამატებლად მოიწერეთ პირადში, ან მოიწერეთ ჩემს ელფოსტაზე, ხო იცით, ჩემი ელფოსტა და ყოველდღიურად ხოლმე ერთხელ ჩამოვლი ხოლმე ამ ელფოსტას და გპასუხობ თითოეულს. ან მოიწერეთ აქ პირადში და აქ ალბათ ცოტა დამაგვიანდება პასუხი, იმიტომ რომ ჩატი მიჭედავს, არ ვიცი რატომ. მაგრამ ჭედავს ჩატი და კომპიუტერით სანამ არ შემოვდივარ ხოლმე, ვერ შემოვდივარ ტელეფონით ჩატში. ბოლო საკითხი, რაც მინდა რომ გაგიზიაროთ. იმ საკითხებს საერთოდ აღარც ვერევი და აღარც გიშიფრავთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია უკვე, ვინც იკვლევს, რა მოხდა ჰოლივუდში. მართლა ღმერთმა დასაჯა თუ დაწყევლა ეს ყველაფერი, თუ აი მაგაზე რომ დავიწყო ახლა ლაპარაკი. ბევრად სიღრმისეული და ბევრად დიად ინფორმაციებზე მიგვიწვდება მოცემულობა ჩვენ ძველ ქურუმთა და წმინდანთა ჩამომავლებს ამ ქვეყნიდან და ამ გენიდან, ვიდრე ამ მაიმუნობა ჰოლივუდის დაწვაზე და მაგ დებილობებზე რომ ვილაპარაკოთ. თუმცა გაგაფრთხილეთ და გითხარით, რომ ხუხულებს რო უფრთხილდებით, თქვენი ხუხულები არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რეებს წვავენ, სრულ ცივილიზაციას წვავენ, ეგრეთ წოდებულ ცივილიზაციას. და ახლა რისი თქმა მინდა თქვენთვის. ამ მასონთაგან შექმნილია ხელოვნური galaktika, რომელსაც აკონტროლებენ ქალის ენერგეტიკულ წერტილოვანი მოცემულობით. ჩვენი საშოებით, ჩვენი საშოებიდან
ჩვენი საშობი ენერგეტიკული წერტილებიდან იმართება ხელოვნურად შექმნილი galaktika. ჩვენი საშობიდან მიღებული ენერგიით, რომელსაც წრუპავენ სხვადასხვა გზებით და ჯაზაბელი სულებით, დემონიზირებული სულებით, რომლებიც ხანდახან ჩვენი ქმრების სახით გვევლინებიან, წრუპავენ ამ ენერგიებს და ბერავენ ხელოვნურ galaktikas. და შეიძლება თქვათ, რომ ეს ხელოვნური galaktika რაღაც რა შუაშია საერთოდ. შუაში კი არა, თავშია. ეს გახლავთ ხელოვნურად შექმნილი ალტერნატიული რეალობა, სადაც წმინდა ბინზურია და სადაც ბინზური წმინდაა. გესმით? ანუ ადგილები აქვთ სასულიეროდან გაცვლილი სინამდვილესა და სიცრუეს შორის. სადაც დაბალი მაღალია და სადაც მაღალი დაბალია. სადაც სიმართლე ტყუილია და ტყუილი სიმართლეა. სადაც დიადი დაცემულია და დაცემული დიადია. ანუ ორ galaktikაზე გვაქვს საუბარი, ხელოვნურ galaktikasა და ბუნებრივ galaktikasა. თუ იგრძნობთ, ქალებო, იგრძნობთ. მხოლოდ ძალიან გამოღვიძებული ქალები იგრძნობთ ამ ყველაფერს. საკუთარ მზია შორს არ არის მუცელში გაქვთ. შორს არ არის მუცელში გაქვთ. ჩვენი მუცლიდან ჩვენი ენერგეტიკული წერტილებიდან იმართება. აქ ენერგეტიკულ ქმნილებაზეა საუბარი. ენერგეტიკულ ქმნილებაზეა საუბარი. ხელოვნურ ენერგეტიკულ ქმნილებაზე. ძალიან დიდი ამბავია. ამის შეგრძნება და ამის აღქმა, რომ მოვახერხე პირველ წამს. აი ზუსტად მაშინ დაიწყო ამ ყველაფრის აღქმა, როდესაც არ მახსოვს ზუსტად რომელი ლაივი გაგიზიარეთ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დაიწყო ამ ყველაფრის აღქმა ჩემში. და ამ ყველაფრის დაწმენდა, რომ რა იყო ეს, ანუ რა მოხდა ეს, რა იყო სინამდვილეში ეს ყველაფერი, რა ხდება არში. დიახ, რადგან ყველაფერი ჩვენს ხელში კი არ არის, ჩვენს მუცელშია ქალებო. ყველაფერი ჩვენს არშია. ისინი უბრალოდ გვმართავენ ჩვენ. რელიგიით, შეზღუდვებით, სირცხვილით, შებოჭვით, ძალადობით, რაღაცებით. აი უნდა მოვახერხოთ ქალური არსის სრული განკურნება, გაწმენდა და დაცვა. ვეღარ მიუწვდებათ მერე ხელი ვერაფერზე. არსად აბჯრებით, არსად ომით, არსად სიგიჟით, არსად ჯადოებით გადაასვლა არ გვიწევს, არავის დაწყევლა არ გვიწევს. არაფერში ჩარევა არ გვიწევს, გარდა საკუთარი თავის მოვლისა, წარმოიდგინეთ. საკუთარი თავის გასუფთავებისა, საკუთარი თავის დაცვისა,
საკუთარი სიწმინდის აღდგენისა. Всё. გეუბნებით, ლაივი დავიწყე შემდეგი სიტყვებით, რომ ძალიან ცოტა თქვენგანი მიხვდებით, რაზე ვსაუბრობ თქვენ, მაგრამ ზუსტად თქვენ უნდა მიხვდეთ, ვინც უნდა მიხვდეთ. და ახლა გეტყვით თქვენ, ვინც მიხვდებით და მიხვდით, რაზე გესაუბრებით, რა უნდა გააკეთოთ. პირველ რიგში საკუთარი აღადგინოთ, დაიცვათ და განამტკიცოთ და მეორე რიგში იგივენაირად მოახერხოთ მიწოდება ამ ამბის და ამ ინფორმაციის და ამ დაკვირვების და ამ აღქმის ქალებზე, სხვა ქალებზე. ნამდვილ გენზე მაქვს ოღონდ საუბარი, გთხოვთ ფოკუსირდით. შემქმნელთა გენზე. ვართ შემქმნელები და არიან შექმნილები. და დააკვირდით ამ დროს, როდესაც ესეთები ვხდებით ჩვენს კაცებში და ჩვენს ოჯახის წევრებში არსებული პროგრამები ხოლმე თვლემენ და ითიშებიან და გმინავენ, ხანდახან გმინავენ ხოლმე. მაგრამ მხოლოდ ესე შევძლებთ იმ ყველაფრის გასუფთავებას, რასაც ვახერხებთ და უნდა მოახერხოთ. რაც შეეხება ეხლა პირად საუბრებს, გასაუბრებებს, დინპიტაურებს, დამპიტაურებს. დინპიტაურების, დამპიტაურების დრო წავიდა, თუმცა გქონდა, თქვენ ეხლა მოგინდათ უბრალოდ, ყველაფერი გინდებათ ხოლმე გვიან. მე გაფრთხილებდით თავის დროზე, რომ მოვა დრო, აღარ მექნება დრო. მოვა დრო, რომ აღარ იქნება დრო. და ეხლა არის ეს დრო. და ეს დრო ძალიან მნიშვნელოვანი და ეს დრო ძალიან ღირებული გახდა. მიუხედავად ამისა, მაინც რაღაცა აღტკინებულ ღირებულობებს და რაღაცებს არ გიზიარებთ ხოლმე, შეძლების დაგვარად ადეკვატურ და რაღაცნაირად შემძლეურ ღირებულობებს გიზიარებთ, რადგან არ მინდა, რომ რაღაცა სატანური არსისგან იყოს მიწვდომადი, მხოლოდ და მხოლოდ ეს მოცემულობა და იყოს ჩვენგან ყველასგან. ჩვენგან ყველასგან, ვინც ესე ვართ სისტემის გარეთ, მაგრამ თან სისტემიდან რაღაცნაირად ისინი შედარებით სუფთა შემოსავლით. ჩატი მიჭედავს, როგორც გითხარით, ხანდახან შემოვდივარ კი კომპიუტერიდან, მაგრამ ჯობია რომ მომწეროთ ელფოსტაზე. მომწეროთ კითხვები no. იცოდეთ რა გინდათ და მომწეროთ ის yes. პირდაპირ მომწეროთ რა გინდათ, იცოდეთ კი. შეგიძლიათ მოიწეროთ თვითგადარჩენის გეგმაზე, რომელიც 99 კიაფი ღირს და არა 99 ან ლარი, როგორც მოგინდებათ ხოლმე ისე რომ რიცხავთ, ზოგიერთი თქვენგანი, ასე არ არის, არც იყო არასდროს და არც არ არის. და ლაივებზე წვდომა, ყოველ კვირეული ან ყოველ თვიური არქივზე წვდომა, თვიურად ან კვირაულად ღირებული, ამაზეც გიწერიათ იქ 3 შუქკიაფია კვირაში ან 9 შუქკიაფია თვიურად. ან კიდე რაღაც სხვა ან. ეს პირადში გიზიარდებათ ხოლმე თითოეულს. დიახ. აი ეს ხელოვნური გალაქტიკის ეფექტია ქეთი კალანდაძე. ხელოვნური მეორე არსი არსებობს. და ამიტომაც იმაზეა შეერთებული ცნობიერება აქაური მატერიის. გესმით? ხელოვნურ
არსს ხელოვნურ სულიერებაზეა შეერთებული აქაური არსი და ეს გამოერთების, ანუ დიდი გამოღვიძების, სასულიერო გამოღვიძების ეპოქაში ვართ ახლა. იტოვებთ ამ ლაივს, ცოტა ხანი იქნება აქ, შემდეგ წაიშლება, გადავა საარქივოში. მოკლედ კონკრეტულად ჯანსაღად ლამაზად მოიწერეთ ყველაფერი. ვინც კი ვინმე ემიგრაციაში ხართ, ამერიკის თემაზე გაგიმზადებთ სხვა ლაივს. და ამ ლაივს ჩავწერ ალბათ მომდევნო კვირას, ანუ ნახოთ როდის, ხო? შეიძლება ურიგოთად ჩავწერო, იმიტომ რომ ძალიან არის ასწრაფებული დრო მოვლენები ყველაფერი და ფეხი დრო და ყველაფერი რო ავუწყოთ, შესაძაფერის დროებას მოვნახავ მაგისთვის. შორენა საკუთარზე ვფოკუსირდეთ, გეუბნებით, სხვანაირად გამოღვიძება არ იქნება. დროებით, კარგად, გებაი.